ამისათვის ძალიან მძიმე პოლიტიკური დარტყმა დიახაც მოხდება ქართულ ოცნებას. კიდევ ერთი და ალბათ მომაკვდინებელი პოლიტიკური დარტყმა. აი ამ მოედანზე თვალები ამოუვარდა ბავშვებს და თვალები დაკარგეს, თვალის ჩინები დაკარგეს აი ამ მოედანზე. და შვილმოკლული მამები დღემდე ითხოვდნენ კვლელების დასჯას. და ეს ადამიანები დაარბიეს. ანუ ეს მოედანი მორეცხეს. ანუ მახას მაჩალიკაშვილს უთხრეს რომ შენი შვილის ყველი არ დაიჯება. და თვალებ დათხილ ადამიანებს უთხრეს რომ არც მსროლელები და ის დამნაშავეების დაიჯებიან. მაგრამ ივანიშვილმა გააკეთა ამ შეშინებულმა და აცახცახებულმა საკუთარი გუნდის წევრებზე ეჭვიანობით არ ვიცი უკვე დაგიჟებულმა ადამიანმა. გააკეთა არავინ არ აყავს გუნდში ნორმალური და შართა იმისი რა ქვია ლაშანაცუშვილის და ვიღაცა რაგვარე ნიკალალიაშვილის ჭკუაზე დადის. კაცი გაგიჟებულია ეს 6 თიმე ივანიშვილი მართლა. ეს 6 თიმე ეს ამ ადამიანს უნდა რა რომ ქვეყანა და ხალხი დაამსგავსოს აი ამ განათლების ჩხენკელებს რომელიც გუნდრობს უკრებს და კლდება ადამიანი იმდენად აქებს და ადიდებს წიგნის გამოცემის ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილს რომელიც პარტერიდან კარნახობს საკუთარ მინის მაქე არ დაგავიწყდესო მილიქონელი ხელისუფლება არ შერჩება ხახნო არ შერჩება რამდენი ადამიანი უნდა დაიჭიროთ რამდენი უნდა დაგვიჭიროთ ამდენი არც სიხიზე საკელები გეყოფათ და არც სასამართლოზე დარბაზები გეყოფა ბიძინა ივანიშვილო და კახი კალაძე და გონს მოიგე სანამდრო კახი კალაძე გონს მოიგე ტრე სათითაოდ აგებთ პასუხს ქართველი ერის წინაშე 20 ივნისის პოლიტიკური ფასი თქვენ არ გადაგიხდიათ და რაც გამოგიგლიჯათ ხალხმა ის უკან წაიღეთ პროპორციული არჩევნები და აი ასე უპასუხეთ ხო ახალი წლის დადგომა მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გარდა თქვენი მართლაც იმ პარტ-აქტივისტთა რომელზე ნახევარიც კი არ გიჭერთ ხალხი უბრალოდ არიან იმიტომ რომ აწყობთ რომ იყვნენ იქ იმიტომ რომ ფულს შოულობენ არ გამოგივათ ხალხო კობახიძეებს გახარიებს არ გაგივათ ამ ქვეყანაში პარპაში არ გაგივათ ამ ქვეყნის ღირსებაზე გადავლა და გადმოვა აი ეს ვერავინ ვერ შეძლო მხოლოდ არანორმალური მხოლოდ გიჟი მხოლოდ შეურაცხადი პოლიტიკურად ადამიანი და მხოლოდ შეშინებული გააკეთებდა იმას რაც გააკეთა რა ეგონა რომ ხალხი გაკავებული არის გოზინაკის მზადებით საცივის მომზად ასე შემდეგ და არ გვექნებოდა რეაგირება და არ გვექნებოდა რეაქცია ყველაფერს ახალი წლის ღამეს 31 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი არის კუთხეში მოწყდეული მხილებული მას მიმდინარე წელს 2019 წელს აი როგორც საშემოდგომო ფოთლები ცვივა ისე ჩამოცვიდა ყველა ნიგაბი სახიდან და ყველამ დაინახა ეს ვიგინდა რა რეალურად რა წარმოადგენს რომელიც ახლა თხოვს საკუთარ მონურ მორჩილებაში ყოფ ადამიანებს რომ 6 თიმე უწოდონ 6 თიმე დიახაც 2019 წელს და უკავშირებ ძირითადად არა თუ უკავშირებ მაგ ყველაზე სანდო ინფორმაციიდან მოპოვებული ინფორმაცია წყაროდა რომელსაც გადამოწმებას არ ჭირდება კახი კალაძეს ამ უზნეო ამ მართლაც განათლებასთან საერთოდ ახლოსაც არ გავლილ ადამიანს მოთხოვა რომ გაეკეთებია ის რაც გააკეთა თბილისის საახალწლოდ გაანათეს ბევრად უფრო ადრე დღეს 31 სწორედ ამას ვამბობ ჩემო კაცო ამას ვამბობ კი არ გაახსენდა თბილისის მერიას მოთხოვა ამ გიჟმა მოთხოვა ამ არანორმალურმა ანტისახელმწიფოებრივმა მოვლენამ და ელემენტმა ბიძინა ივანიშვილს არაფერი საერთო არ აქვს სახელმწიფოსთან არაფერი საერთო არ აქვს სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან არაფერი საერთო არ აქვს სახელმწიფო საფუძვლებთან საერთოდ თუ ვინმე არის აი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი აი აქ ცხოვრობს შუშის სასახლეში და მოთხოვა თავის შიკლიქს კალაძეს
რომელიც ყავს კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოჭერილი კორუფციულ სქემებში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბერო თუ არის არაკეთებს, ასე დააკეთებს, რომ ძალაუფლება მას მეტი აქვს როგორც უკვე ვთქვი და გააკეთებია. თორე აქამდე ლოგიკურია, ხო, რატო არ გააკეთა? 30 ასეულოცავ? ასეულოცავთ ახლა დამდეგ ახალ წელს ქვეყნის მოსახლეობის დავსვით უმრავლესობას? აი ესე დარბევით მახალ მაჩალიკეში ეს უთხარი? ათობით ჟურნალის ეს უთხარი? რომელიც დასახიჩდა? არაფერია, თავში ქვა გიხლიათ ხახლა. ბიძინა ივანიშვილი. თქვენი ვიწრო გარემოცვით ძალიან ძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდით თქვენი რეჟიმი. ბატონო ნიკა, აი ამ ყველაფრის ფონზე თქვენი გეგმები ხომ არ შეიცვლება და თქვენი პროტესტი ხომ არ გადმოიწევს უფრო ახლო მომავალში? არის ის, რაც რა თქმა უნდა მე უხეხ მდგომარეობაში არავის არ ჩავაკეთებ. რაც თითოეული აი აქ მდგომი საგად მოაზროვნე ადამიანისა არის, მათ შორის აი ამ პოლიციელების უმრავლესობისა. გარდა ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა, რომლებიც უბრალოდ ცალკე არიან ასე ვთქვათ, ანაზღაურების რეჟიმში მოქცეული ივანიშვილის ხიდან. ის რაც მათ უნდა ჩვენს გინდა, რაც თქვენ გინდათ, ის გინდა ჩვენ ყველას. რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს თავისუფალი მომავალი. მთელი სრულიად არ როგორ გითხრათ, ეხლა თავისუფალი სამყარო გვეუბნება, რომ თქვენ ყავთ ხელისუფლება, რომელიც არის დაშორებული, რბილად რომ ვთქვათ, განვითარების გზას უკვე და საგანგაშო განცხადებები კეთდებოდა უკანასკნელი კვირების განმავლობაში, ხო? კუთხეში მიამწვდიეს როგორც ქვეყნის გარეთ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ივანიშვილი, ასევე ქვეყნის შიგნით შექმნილი ძლიერი პოლიტიკური ვითარებით. მაგრამ ეს ადამიანი რუსეთში უბრალოდ კრიმინალურად გამდიდრებული ადამიანი ფიქრობს, რომ თავდასხმა არის საუკეთესო თავდაცვა. მაგრამ ეს არ გამოგივა ივანიშვილო, როდესაც შენ ელაპარაკები ქვეყნის მოსახლეობას. შენ არ ელაპარაკები შენ განათლების მინისტრს ჩხენკელს და გახარიებს რა. ამიტომ აქ რა თქმა უნდა დაიდგმება მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავით. და დაიდგება ყველა სხვა კარავი, რომელიც იდგა. სანამ ივანიშვილი ფას საბოლოო შესაბამისად არ გადაიხდის 20 ივნისისას. 2x2 4-ია და ეს არ ექვემდებარება რევიზიას.